ძირის დარღვევაზე, როგორც სამედიცინო პრობლემაზე და დიაგნოზზე ჩვენ ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც ეს პრობლემა არის ქრონიკული. თორე ახლა თითო ოროლა უძილო ღამე ბუნებრივია ყველას გქონია და უნდა გქონდეს კიდევაც წარმოუდგენელია სხვანაირად არა ცხოვრება. მაგრამ როდესაც ეს პრობლემა არის ქრონიკული, აი მაგალითად უძილობაზე როცა ვლაპარაკობთ, თუ კვირაში მინიმუმ 3 ღამე, მინიმუმ 3 თვის განმავლობაში ჩვენ ცუდად გვზინავს და შემდეგ ცუდად გვგრძნობთ თავს მეორე დღეს, მაშინ ეს უკვე არის სამედიცინო პრობლემა, ხო? და უნდა მივმართოთ ექიმს. ან ვეცადოთ ჩვენ თვითონ მოვაწესრიგოთ, თუ ჩვენ თვითონ შეგვიძლია რაღაცნაირად დავადგინოთ, რატომ მოხდა ეს ამბავი და რაღაცა ზოგადი პრინციპები უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ როდესაც ვამბობთ რა ამყარებს უძილობას, ამყარებს ის, როცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა მოვაწესრიგოთ. მაგალითად, დავიწყოთ ადრე საწოლში დაწოლა, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს ჩვენ უძილო მდგომარეობას საწოლში, არა?